გამარჯობა ლაშ. გამარჯობა ციკა. მე არ შევცვლი მისალმებას. ხო, არ შეცვალო. ისევ მე და შენ ერთად მიუახლოვდის, ისევ მიგვსვეს. როგორ გწნობ თავს დღეს? ძალიან კარგად, არაჩვეულებრივად. ის არის შენ მოყევი მე, მაგრამ მე ვიტყვი რომ მე ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ დღეს ჩემი პირადად ჩემი ყველაზე საყვარელი ბიჭი ყავს სტუმრად. ოუ, რამხელა განაცხადია. ხო, და ვინ ყავს შენ მოყევი? ვინ ყავს და საქართველოს ისტორიაში თამამად შემიძლია ვთქვა ჩვენს ქვეყანაში ამაშია საქმე ყველაზე დასამახსოვრებელი ხმა და ეს ხმა ამ ხმის პატრონი არის ბატონი ზვია დოლიძე მოგესალმებით მსახიობი რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი გახმოვანების მსახიობი კინო მსახიობი კინოს რა გითხრათ მაგრამ არაჩვეულებრივად კითხულობ ლექსებს ხაებრივად მკითხველს ამბობენ თუ მე არ მომისმენია აი უდიდეს პატივს გცემ პირველ რიგში იცოცხლეთ და გაიხარეთ ეხლა რომ საუბრობდი მე მეგონა რომ სხვა სტუმარი ყავდათ აქ სხვა შემოდიოდა ხო მე მეგონა რომ უბრალოდ მე ფონად უნდა ყოფილიყავ და წინ მადლობა მოწვევისთვის მინდა წარმატებები გისურვოთ მადლობა თქვენს მსმენელს და თითოეულ თქვენთაგანს, იმიტომ რომ ჩემით დაინტერესდით და მე მზად ვარ გულწრფელი ვიყო თქვენი მაყურებლისა და თქვენს წინაშე. ფიციც დადე ესე იგი. ხო, ასე გამოვიდა. კი ბატონო, ასე იყო. კი არა, პირიქით, ძალიან დიდი მადლობა შენ, იმიტომ რომ ჩვენ ამ პოდკასტების სერიაში გვაქვს ეს მიმართულება, ვიწევთ გახმოვანების მსახიობებს და ვსაუბრობთ მათ განვლილ გზაზე, ასე ვთქვათ და იმ სერიალებზე, ფილმებზე, რომელშიც მათ მონაწილეობა მიუღიათ. ამაშია საქმე. ეს რო არ მყოლ მარტო მაგით ვარ ვზივარ. აკაკიშანიძე. მარტო მაგით ვარ ვზივარ, ასე და. აკაკიშანიძე ვარ მე აქ. და რომელიც მათ გაუხმოვანებს. აკაკიშანიძე ქალაშანიძე იყო, აკაკიშანიძე შენი ყავს. მაქართულით მოხსნიან. გადაგვანაცილა ეგრე. ამიტომ შენ გარეშე მე მგონი ჩვენი პოდკასტების სერიები წარმოუდგენელი იქნებოდა, იმიტომ რომ მართლა ჩემეც აი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული შენი ხმა მართლა ყველგან მესმის და შენ ხმაზე მართლა გავიზარდე, იმიტომ რომ აი ძალიან დასამახსოვრებელი ხმა გაქვს და ის ტექნიკა აი მოდი გულწრფელად გეტყვი და მართლა გულწრფელი ვიქნები აქ, იმიტომ რომ მე და შენ ერთ სტუდიაში მждар ვართ, გაგვიხმოვანებია არაერთი სერიალი და ის ტექნიკა რაც შენ გაქვს გახმოვანების დროს, აი შესაშურია პირადად, აი კარგად შესაშურია ჩემთვის. არა, კარგი არ არსებობს, შური. ხო, ეგეც არის. მაშინ სამაგალითო. იმიტომ რომ მე ყავს ზვიადი ნანახია გახმოვანების პროცესში, მისი პროფესიონალიზმია თავიდან ბოლომდე. მე სერიოზულ გიგანტებთან მქონია ურთიერთობა და იცი შენ ეგ ორი გიგანტი. მე და ზვიადი ერთად ვახმოვანებდით Twin Peaks. კი ბატონო. ჩემს საყვარელ სერიალს და კი ბატონო. ნუ ზვიადზე მეც ვიტყვი რომ იმის გარდა რომ ახმოვანებ და გახმოვანების მსახიობი ხარ და ტელევიზორში სულ შენი ხმა იყო მართლა ბავშვობიდან. ჩემთვის ზვიადი არის მართლა აი რამდენი ადამიანი კითხულობს ლექს, ხო? ერთადერთი ადამიანი, ანუ იმიტომ კი არ გეუბნები რომ გაქებ და გეტენები. გულწრფელად. ერთადერთი ადამიანი, ვინც გონია რომ ყველაზე კარგად აკეთებს მაგას რა. ყველაზე კარგად კითხულობ პოეზიას. ნუ რა ჩვენი აზრია. ჩემი აზრია. სუბიექტური. ხაზი გავს. ძალიან მიყვარს ლიტერატურაც და პოეზიაც და ხმაშიც ვერ ვწდები ხოლმე და რა. გაგახარა ღმერთმა დიდი მადლობა. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. თუ გვიყვარ ხარ ახლა. არა, მე არავის ბრალი არ არის, ჩემბრელიც არ არის. მაგრამ თავარი მაგ საქმეში ალბათ გულწრფელობა არის. როგორც მსახიობობაში მთლიანად თავიდან ბოლომდე და მე ბევრი ვიცი, ბევრი ადამიანი კითხულობს კარგად, ეგ ჩემი სუბიექტური აზრია, როგორც ჩემ მიმართ დაფიქსირებული შენი სუბიექტური აზრი და თუ ადამიანი არის გულწრფელი ნებისმიერი სიტუაციის დროს, როდესაც ის რაიმეს შენ გთავაზობს მსმენელს ამ კონკრეტულ სიტუაციაში მაყურებელს მნიშვნელობა არ აქვს, ის არის აუცილებლად ხაზგასასმელი მისი დაუშვათ გულწრფელობა, მისი სიმართლე და თუ იმას ჯერა, რასაც შენ გელაპარაკება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ყველაფერი კარგად გამოსდის. ხმის ტემბრი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიღაცისთვის, ხმის ტემბრი არის ყველაფერი აბსოლუტურად და შემდეგანიდანაც შენი. მერე ტექნიკა არის მთავარი, რაც 4 წლის განმავლობაში გავლილი გვაქვს თეატრალურ ინსტიტუტში. მერე არის გრძნობათა სამყარო, რამდენად ღირებულია და რამდენად შენია დაუშვათ ის კონკრეტული ნაწარმოები, რომელსაც კითხულობ, რომელსაც მაყურებელს მსმენელს აწვდი და ასე შემდეგ. ბევრი კომპონენტია. გახმოვანებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება და ხმას რაც შეეხება, ტექნიკურად არ ვიცი ხოლმე. ერთ ღილაკსაც კი ვერ დავაჭერ ხელს დაუშვათ
ჩასაწერა თუ სხვა დანარჩენი თეორიულად შემიძლია ვისაუბრო დაუსრულებლად. ბრძანეთ. როდის დაიწყე, ეგ მაინტერესებს მე რა პერიოდში, საიდან დაიწყე გახმა? არხებს არ დავასახელებ, იმიტომ რომ ეხლა ცვალი ერთი ჩემი დაღარაკი. პირველი უხერხულია იმათ. უხერხულია იმიტომ რომ რამოდენიმე მილიონი აქვს ბიუჯეტი და არ მინდა რომ ჩემი დაზარალდნენ. მოიცადე რა. უკიდურესი ზღვარი იყო ასეთი სერიალი. სერიალის ფული არ მოუწია თუ ერთი ფილმი. მართლა მთლიანი სერიალის ფული არ მოუწია. უჭირდა მაშინ ქვეყანას და მეც ჩემი. შენს გვერდში ედექი როგორ შეგეძლო? მეც რა თქმა უნდა, ჩემი ხმით გვერდში ედექი. ეს იყო დაახლოებით 2000 პირველი წელი. აჰა. 2025 წელიწადი გამოდის, ესე იგი 25 წელიწადი გამოდის, რაც ენა არ გამიჩერებია. კი ბატონო. და ყველგან შენი ხმა ისმის? ყველგან არის. ნუ ბევრგან. ხო, არა, რატო იცით რომ ჩვენ ხო თქვენ ჩემზე კარგად იცით ახლა ეგ სიტუაცია, რომ ჩვენ მარტო კონკრეტულ რომელიმე არხს არ ვეკუთვნით, იმიტომ რომ ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომელიმე არხი დახურულა, შემდეგ იმისი გაკეთებული ფილმები, სერიალები სხვა არხს შეუძენია, ან გამხმოვანებულა ერთ ადგილზე და გასულა 5 ადგილზე, აქედან გამომდინარე, მაგას ვერ განსაზღვრავ. ტელესივრცეში ვმუშაობთ მეც და თქვენც. აქედან გამომდინარე, რომელიმე კონკრეტული არხის, როგორ არა, ხო, ბევრ არხზე მიმუშავია კონკრეტულად რაღაცა დროის განმავლობაში. მისი ხმაყოფილ ხარ, მე მახსოვს ძალიან დასამახსოვრებელი იყო შენი რეკლამის ჩაწერა, აი GDS-ზე რო იყავი. GDS-ის სიტუაციის დროს მე უკვე ვიყავი 1 2 3 მეოთხე ხმა იყო ეგ ჩემთვის საიმიჯო ხმა. მეოთხე ტელეკომპანიის საიმიჯო ხმა იყო. GDS. ჩემს შემოქმედებით ისტორიაში პირველად ვიყავი ტელეკომპანია მზის საიმიჯო ხმა. მერე ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის საიმიჯო ხმა. მერე ვიყავი ტელევიზია ენკიბენკის საიმიჯო ხმა, კი ბატონო. და მერე გავხდი უკვე GDS-ის საიმიჯო ხმა. ამჟამად მაგ კონკრეტულ თანამდებობაზე აღარ მუშაობ, მომხსნეს. სხვა დანარჩენი და სხვა გახმოვანებებში მუშაობ 2000 წლიდან, იმიტომ რომ 2000 წელს დავიწყე რადიოში. აჰა. ეს იყო სტუდენტი ვიყავი ჯერ კიდევ რა, ხო მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი 2000 წელს, როცა რამაზიოსელიანმა ჩვენი პედაგოგი იყო, მიგვიყვანა რადიოში და მაშინ იყო აი რა არის, იცით რომ კაია რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა იმდენად საინტერესოა და იმდენად კარგები ხართ მაგ თვალსაზრისით რომ მე მახსენდება ხოლმე მე ჩემი თავხედობები ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში, რადიო ეთერში რა თქმა უნდა არ ჩანდით, მაგრამ ხმა ხო ისმოდა და მაშინ აზრად არც მომივიდოდა თუ ხმით მიცნობდა ვინმე და ეს ვინ ჯანდაბაო და უიმე ეს ყოფილაო, ესეთი ვარიანტი იყო, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა მასეთ შემთხვევები. ბიბლიის ერთი სახარების რომელიღაცა თავი წავიკითხე მაშინ პირდაპირ ეთერში და ეს იყო მერე რომ მივხვდი რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი მხრიდან ძალიან დიდი თავხედობა, იმიტომ რომ ფურცლიდან პირდაპირ მე მეგონა რომ მეორე დღეს მესამე დღეს და აი რა უნდა წავიკითხო და ეს წაიკითხე თუ და გადამეშალეს თავი და მომწეს რომ აჰა ეს წაიკითხე. კი ბატონო ეხლა მე მგონია რომ გადავალებ თვალს ეხლა დავხურე ეს წიგნი არ წამიკითხავს, წაიკითხე თუ 5 წუთში ეთერში ხარ და მე მეგონა რომ მეორე მოსვლაზე მესამე დღეს რომ მოხვალ ან ხვალ მოდიან ზეგმოდი და შედი თუ იქ შედი თუ და კი მას ვქენი ეხლა დავიძაბე რომ უნდა შევიდე. მაგრამ მანიშნეს მე 3 2 1 და წავიდა და ხوار დაიწყო და მაშინ წავედი. თავარი რაც იყო მაგ შემთხვევაში რომ ეს იყო ხო ხვდები ახლა სტუდიაში რო გიშვებენ ახლა თლად ესეთი არ ხარ ხო? რა თქმა უნდა. რო უკვე პირდაპირ ეთერში გადიხარ. მაგაზე არასდროს არ უნდა იფიქრო ალბათ. არ ვიცი ახლა თუ ვინმე მასეთ თავხედობის გაკეთებას აპირებს, ჯობია მაგ საკითხზე არ იფიქროს რომ იქ ეხლა დედა ჩემი მომისმეს იქ არ გაიაზროს ეგრესიულ ხო რა თუ შენ დაიწყე იმაზე პოზირება რომ ეხლა ეს ხმას როგორ გააკეთებს და როგორ მიიღებს როგორ всё ჩათვალე რომ იმას ვეღარ თვალს უნდა ენდო ყველაზე რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს ახლა ჩემი სათვალეებიანი სახიდან გამომდინარე თვალს უნდა ენდო ყოველთვის როდესაც კითხულობ ფურცლი და მე რო ეს გახმოვანება დავიწყე მე თეატრში სახელმწიფო თეატრში მუშაობდი 18 წელს თეატრში გავხდი.
ის ვიყავი, რა ქვია, სტუდენტი და ავტომატურად დაიწყო სპექტაკლზე, რომელიღაცა კონკრეტულ სპექტაკლზე, რუსთავის საბავშვო თეატრში და უკვე 18 წლის გავხდი უკვე იქ. ასე რომ ეგ გახმოვანების პერიოდში უკვე მე 4-5 წლიანი რამოდენიმე თეატრში თამაშის სტაჟი მაქვს, ასე ვთქვათ. და მიკროფონთან რო დავჯექი, ეს მეტყველების აპარატი როგორც რენტგენი, ისე დიდი ხარვეზებით ამოვარდა. ლუზეც იყო ხარვეზი, როდესაც დამავიწყდებოდა სისინები, შიშინები, აბსოლუტურად ყველა და მომიწია თაბიდან ბოლომდე. მე ახლა ვინც ჩემთან ახმოვანებენ და ვინც აი ჩემი მართლა ძმები არიან და მართლა დიდ პატივისცემ, იმათ მაიციან ეს განვლილი პერიოდი და მე მახსოვს მერე რა მომენტი იყო, რომ მათ ვიხდი ისა დისკომფორტს ვუქმნიდი ამ ჩემი პრობლემებით და ეს პრობლემები იყო ძალიან დიდხანს, ახლა ერთხელ და ორჯერ კი არ იყო. იმდენად ჩავიკეტე მე და იმდენად პრობლემური გახდა ჩემთვის გახმოვანების ჯიხურში შესვლა, უკვე რა თუ მე ამას არ გადავლახავდი, მე მორჩა. ვეღარ გავაკეთებდი, ვეღარ ცხენიდან გადმოვარდნის პრინციპი არის რა, თუ ცხენიდან ერთხელ გადმოვარდი და მეორჯერ არ დაჯექიო, არასდროს არ გადმოვარდი და არ დამждარ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გახმოვანების ჯიხურში ასია და ყველა საქმეში ალბათ. და მერე რა მოხდა, რომ მერე უკვე აი ნახეთ დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, ხო? მე მაგალითად ახლა შემიძლია რომ აი შინაგანი ძალიდან გამომდინარე, დღეღამის განმავლობაში ჩაწერილიც მაქვს 10 საათი და 40 წუთი. ეს სუფთა მასალა ჩაწერილი. რაც ეთერში გავიდა შეუსწორებლად. ეგ მაგ ჩაწერილი. 10 საათი და 40 წუთი რაღაცა ვერ ესწრებოდა. ისიც ჩვენს სამუშაო ტერიტორიასთან არის დაკავშირებული, სადაც ჩვენ შევხვედრილ ვართ და კიდე შევხვდებით იმედია. თუ იქ მშვიდობა იქნა. გიგანტები არ. მშვიდობა იქნა. ვენაცვალე მიყვარს ორივე სამივე და ასივე. აქედან გამომდინარე, იქ გამიკეთებენ ასეთი რამ. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა იყო, რომ ეს იყო იმდენად თავხედობაც იყო, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან, თავხედობა იყო. იმიტომ რომ ხა პირდაპირ ეთერში რო დაჯდები, ნიშნულობა არ აქვს პირველად რო ჯდები, წესი და კანონი თუ სინდისი მაინც გაქვს პროფესიონალიზმი თუ არა, მინიმუმ უნდა შეგეშინდეს მაინც. წესი და კანონით ასეა, მაგრამ როცა მაგაზე არ ფიქრობ და როცა ფიქრობ იმაზე რომ მე ამას გავაკეთებ, მაშინ ყველაფერი ალბათ გამოვა. ცოტა თავხედურად რო ვუდგები საქმეს. ხო, ეს თავხედობა როგორი რაღაცა არის, რომ ეს თავხედობა შენ გმატებს ძალას თორე ხა თავხედობის მომენტი სხვა დანარჩენში ხო, არა, სხვა რაღაცაში ეგ სხვა კუთხით. მე ზუსტად მაგ მომენტზე ეხლა რაც სტიმულატორი უფრო არის ვიდრე დაუშვათ. გულისხმე მე ზუსტად. ხო, მაგრამ მაგასაკში რომ თავხედები არ ყოფილიყავით, ალბათ ეხლა ჩვენც ესე დავიწყეთ, ჩვენც რადიოთი დავიწყეთ და მეც ეხლა რომ ლაპარაკობდი გამახსენდა რომ მეც რო პირველად რადიოში ეთერში დავჯექით, მიშინოდა, თუმცა რაღაც მომენტში გადავწყვიტე რომ всё, ან მარტო ვარ აქ. სხვა გზა არ არის, უნდა გავაკეთო და საერთოდ ჩავკეტე, ანუ ვინ მისმენს რა, თან ისეთ რადიოში მომიწია პირველად ეთერში გასვლა, რომელსაც იმ მომენტში ძალიან ბევრი ხალხი უსმენდა, ეს ზუსტად ვიცოდ. და ეს გავაკეთე მეც ჩავკეტე, რომ თითქოს ჩემ მეგობარს ველაპარაკები და მეც ვითავხედე. მაგრამ რომ არა ეგ, შეიძლება ვერასდროსაც ვერ გამებედათ. მე გააჩნია ვინ დახვდება შიგნით. ხო, ნუ მე კარგი ხალხი დავხვდა. არა, კარგ ხალხზე და ცუდ ხალხზე კი არ არის, აქ პროფესიონალებზე არის ლაპარაკი, ხა ცხონებული ბადრი კორკუტაძე იყო. ძალიან კარგი გამხმოვანებელი და რა ვიცი წლების განმავლობაში არის გარდაცვლილი ნათელში ამყოფო სუფალმა და იმისი ფილმები ახლაც მოხდება ხოლმე გახმოვანებული. მე შვიდე გვერდი ისე რომ გადაშალა რომ არ გაჩერებულა აბსოლუტურად და არაფერი არ შეშლია და პირველივე გამარჯვებაზე ბატონო დამიძახა ვიდეო ინჟინერი რა გინდა და აი ბლარა ეგრევე უკვე ესეთი თემა იყო რომ ოპა მეთქი ამათან მე ვერა მოკვდები შანსი არ არსებობს და მე უკვე სხვადასხვა მე სხვანაირად წავიდა კი ეხა შენაც მოყევი ჩვენ გახმოვანებაზე და იმ პრობლემებზე ჩემთვის ეხა და ალბათ მსმენელისთვის წარმოუდგენელია, როდესაც შენ დღეს აი ამ მთელი მოცემულობით გიყურებ, გისმენ, ამდენი რაღაც მაქვს მოსმენილი და ალბათ ეხა მაყურებლისთვის ვინც ან თუნდაც დამწყებია, ან თუნდაც ამ სფეროში ეხლა შემოვიდეს ამ სფეროში, რაღაც შვება იქნება, ხო? სტიმულის
პონტია, რომ აი დიდი ხო, შეიძლება, კი. ხო, იმიტომ რომ ჩემი აზრით შენ დიდი მუშაობის და დიდი ამ პროცესების შემდეგ მიხვედი ამ შედეგებამდე. რომ დაიწყეთ ეგ სიტუაცია, მაშინ თქვენ იყავით ჩათვალეთ, აი როგორ რაღაცა თქვა ეხლა, რომ დაისვენო აუშვათ აი რა გითხრა ზღვაზე და დაისვენო სარდაფში დაახლოებით აი ესეთი შედარებები შეიძლება გააკეთო ეხლა ერთი და იგივე რა. რატო ეხლა უყურეთ ტექნიკურად თქვენ კომპიუტერის ეპოქაში დაიწყეთ. კომპიუტერის ეპოქაში ეხლა ჩვენ გვაღიზიანებს ის რომ დაუშვათ ხმის რეჟისორი დროზე არ გაძლევს რეპლიკას ხო რა გადაახვიე კაცო გადაახვიე ღილავ ეხლა შენ და ჩვენ მე დავიწყე ნატურა ანათებდა კი ზანდა მოყვა ეგ ნატურა კი ბატონო ზანდა ნინო იყო რეჟისორი შადური კაცო რო დააწკაპუნებდა ესე და ნატურა ჯერ ნატურა ანთებდა და უნდა დამეწყო ლაპარაკი ნატურის ანთების დროს თან ტექსტში უნდა ჩახედო თან ის მასემა გახმოვანებული ის 8 ფეხა მიქელი პლაჩიდო და ისინი ტანო და ნუ მანდ იყო სხვა რაღაცც იყო კიდე მე ეხლა ეს რომ მე გაჩერდებოდა ეხლა შეგეშალა ხო დაუშვი გაჩერდა ეხლა ეს ამან გადმოახვია კასეტები გადმოახვია კასეტა დიდი ბეტაკამის კასეტები იყო თუ რაღაცა მე გაჩე მონიშნა აქედან всё აქამდე ჩაწერილია ის ჩაჭრილია მე კარგი რა თქვენ რას ლაპარაკობთ თქვენ მოხდით ჩვენ 64-ში მოვხდით 64-ში გამზადებულზე ხო და ჩვენ გავიარეთ ის მანამდე არ ვიცი ხე როგორ ახმოვანებია ხო მანამდე კანცი იყო რაღაც ეკუმი არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო სერიოზული პრობლემა და იმდენად დაჭიმული იყავ იმიტომ რომ ეს იყო პროცესი სიგარეტს მოწევდი გას სანამ გადაახვიდა გადმოხდა გახვიდოდი მოწევდი სიგარეტს შემოხვიდოდი პრობლემა არ იყო შენს ტექსტზე მომზადებული ხონდა პირი და დაიწყებდი შეხვიდოდი სვიად კინოს ამბებზეც რომ მოგვიყვე ცოტა იმიტომ რომ ხო არა მარტო გახმოვანების სახიობი შენი ერთი არაჩვეულებრივი სერიალი მახსოვს ეხა მახსენდება მე GDS-ის გადაღებული საკმაოდ ტიფლისი ხო და შენი როლი რომელიც მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა რომ საერთოდ სახიობის ბედი არის დამოკიდებული იღბალზე სახიობის გზა დამოკიდებული არის ბედზე და იღბალზე ბედიღბალი ტირეთით ავწეროთ ახლა მაინც რატომ ამბობ იცი რომ მე მაგალითად რომ მქონოდა უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობები გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა ამასაკამდე რატომ ამბობ ახლა მაგას უყურეთ მიუხედავად იმისა რომ ტიფლისი ჩემთვის როგორც საქართველოში ბევრისთვის რეჟისორისთვის იქ მოთამაშე მსახიობებისთვის მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, ასე შეიძლება ითქვას, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერ ის პერიოდი მახსენდება ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს იყო საქართველოში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე ყველაზე პროდუქტიული პერიოდი პირადად ჩემთვის და ყველაფრის როგორ გითხრათ, აი რაც მე შეიძლებოდა დამჭირვებოდა როლის გასაკეთებლად, ყველაფერი მქონდა. ეს არის იმხელა კომფორტი და იმხელა ფუფუნება მსახიობისთვის, რომ აი რა გითხრათ. მავნებლობა ბატონებო. უდიდესი ცოდვა. ასევე დიდი ცოდვა სამშობლოს ხალხი. და საცოდავია კაცი, რომელიც ამ ორ ცოდვას ერთდროულად ჩარის. საცოდავი და სახელმწიფოსთვის საშიში. მე რომ მქონოდა დაუშვათ გაცილებით უფრო რთული და უფრო მძიმე სიტუაციაც, ალბათ უფრო საინტერესო გამომივიდოდა, იმიტომ რომ მე უყურებ უკვე მაგას სხვანაირად. რაღაცები შეიცვალა მანდაც და ნუ არ მინდა ეხლა მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ თავიდან სხვა როლზე იყო ლაპარაკი და მე სხვა როლზე, მაგრამ გადაწყვეტილება როგორც მიიღეს, მე არ მიყვარს ხოლმე საერთოდ, ეს მათამაშე რა და მოდი ბავშვი მომინათლე ოღონდ ერთ მათამაშე და ესეთი რაღაცები არ შემიძლია, მე არ რეჟისორისაც გადაწყვიტავს. სხვაზე შემიძლია რომ ვთხოვო ვინმეს ნებისმიერ ადამიანს, არა მხოლოდ რეჟისორს, არამედ საერთოდ ოღონდ საკუთარ რატო იცი რომ ნახეთ როგორი რაღაცა არის რომ მე ჯერ ადამიანი ვარ და მე ვარ მსახიობი ხო მე ადამიანი უნდა დავწმუნდე რამდენად მეკუთვნის კონკრეტულად ის რასაც ის ადამიანი მე მაძლევს და რასაც მაძლევს იმას თუ გავაკეთებ მე მაღალი ხარისხით ეს უკვე საკუთარ თავთან მაქვს ანგარიშწორება და არა იმასთან არაფრით არ შეიძლება დაუშვათ განაწყენებულმა ან რაიმე პირიქით
გახარებულმა და აღფრთოვანებულმა დაიწყო კონკრეტულად რაიმე როლზე მუშაობა. ტიფლისის მუშაობის დროს იყო, არ ვიცი, ყველაზე ალბათ ჩემს სამსახიობო პერიოდში ერთადერთი ღვთისმადლით და კიდე კარგი არა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, იმიტომ რომ შესაძლებლობები იყო, მე არ გულისხმობ მარტო ფინანსურ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა. მე გულისხმობ ის ხალხი, ვინცთანაც დღესაც ახლა ვინც მხვდება მე დაუშვათ იმ სტაფიდან, ასე ვიტყვი, ისინი არიან ჩემთვის ძალიან ახლობლები რა. ხო, ანუ საბოლოო ჯამში იმ პროფესიონალების გუნდს გულისხმობ, ვისთანაც შენ გიწევდა ამ სერიალზე მუშაობა და ძალიან ტიფლისზე მუშაობის დროს მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ესენი იყვნენ ძალიან ახალგაზრდები, ძალიან მოწადინებულები და ძალიან კარგი გულის ხალხი და ძალიან კარგი ადამიანები, რომლებიც დღევანდელ დღეს მთლიანად სარეკლამო ინდუსტრიაში, კინოინდუსტრიაში, აბსოლუტურად ყველაფერში, რასაც კინო გადაღება ტელევიზია ქვია, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და მე მინდა მათ თქვენი ეთერის თამადობით ყველას მივესალმო და უთხრა, რომ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. თლიან ჯამშიც მაგიტომაც ზუსტად ალბათ კი, გამოვიდა ზუსტად ისეთი შედეგი დაიდო, იმიტომ რომ ეს იყო სინთეზი ენთუზიაზმის, მომდომების, ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის, შესაძლებლობების და კარგი ხალხის. კი. რაც თავარია, მაგის გარეშე. ეს ამდენი კომპონენტი რო ერთად შეიკრა, არაფრით არ შეიძლებოდა რომ გამოსულიყო დაუშვათ. ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე ეგ იყო, რომ მაგიტომ ალბათ უფრო ყველაზე დიდი მადლიც ახალდა თან მოყოლაფერს. ეხობა კიდე სერიალს, აი ეგ ყველაფერი თითქოს ესეთი აქამდე არ გქონია არაფერი, ნამდვილად კადრები. არა, როგორ არ გქონია მას ეხა. აი ნახეთ უყურეთ საბჭოეთამდე გადაღებული აბსოლუტურად ყველა ფილმი იყო გეგმაზომიერად მასევე გაკეთებული, იმიტომ რომ მე გულისხმობ ახალი თემიდან გამომდინარე ალბათ გამიჭირდება მაგ გრძელტანიან ნაწარმოებს გულისხმობ ეხლა სათითაო პროექტები კი რა თქმა უნდა რაღაც დროს მართლა ძალიან კი არა იყო როგორ არის ეხლა მე მაგალითად აი მეორე სიტუაციაში როგორც კი შევედი ხო ჩემი ცოლის დაქალებში მეორე სიტუაციაში შევედი ეს იყო ეს არის 12 წლიანი თანაცხოვრების თანამუშაობის თანამეგობრობის დიდი ჯგუფი დიდი ოჯახი ხო ჩემთვის მაგ ხალხთან მისვლა იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პირდაპირ ვლაპარაკობ მაგას, იმიტომ კი არა, ვაიმე რო გააგრძელებენ ახლა ვაკოპაკელიანს ჩასვამენ თუ არ ჩასვამენ, არა, მე გამლილ ცხოვრებაზე ვლაპარაკობ. იმიტომ რომ სათითაოდ აბსოლუტურად ყველასთან ურთიერთობა მქონდა, ყველა ჩემი კოლეგა იყო, ბევრთან ძმაკაცობდი, მეგობრობდი, დაქალობდი, რა ვიცი, ნათესაობდი, მივხვდი, მაგრამ იმ ოჯახში შესვლა, რომელსაც 12 წლიანი ისტორია აქვს და შენ შედიხარ, ძალიან რთულია. პასუხისმგებლობა. რატო იცი რომ თან ახლა აქ სხვა მომენტიც არის კიდე ახლა ისეთი თემა არის რომ მე შეიძლება რომელიმე სერიალში არ ვიყო, მაგრამ საკუთარ თავთან ამბიცია მაქვს რომ იგანა უნდა ვიყო, კარგად უნდა ვიყო. აქედან გამომდინარე სხვანაირი სხვადასხვა რაღაცები იყო. რამდენად გამოვიდა ეგ არ ვიცი, მაგრამ თვითონ გმირი კაი გამოვიდა ეს მეორე. არა, მოდი დღეს არ ვიჩხუბოთ რა, იმიტომ რომ ისეთი მაგარი საქმე უნდა გავაკეთოთ, რომ თქვენც კი ვერ გამიფუჭებთ განწყობას, ასე რომ? რას? პრემიების დაწესებას, პენსიების მაგივრად? მოგეთ თქვენ ხო ვერაფერს დაგიმალავთ, კაცი. დიახ, ვერაფერს. აი თქვენ რომ დაპირდებით, ჩვენ არ მოგცემთ პენსიას. ეს ხუმრობით და თქვენებურად ნუ ამოჭრით ახლა. აუცილებლად ამოჭრით. ამოჭრით და მოგიხანთ ექსკლუზივი. მე ჩემი ცოლის დაქალებს ვუყურებ გამოსვლის დღიდან. ანუ მე ვარ ადამიანი, ხო არსებობენ რომ ჩემი ცოლის დაქალების ყურება მერე დაიწყეს. მე ვუყურებ გამოსვლის დღიდან და ჩემთვის ჩემი ცოლის დაქალები გამოსვლის წამიდან ბოლომდე იყო ყველაზე სოციალური და ყველაზე პოლიტიკურიც და ყველაზე ადამიანურიც და ყველაზე ქართული კინოც. რა მე მგონია რომ ეგეთი მაგარი მართლა არაფერი გაკეთებულა იმ რეალობაში, რაშიც ჩვენ ვართ პირდაპირ კერა და წინასწარმეტყველებაც არის არაერთი. და შენი პერსონაჟი და ზოგადად თქვენი ოჯახი ძალიან საინტერესო იყო და ძალიან კარგად იყო, როგორც ვთქვათ, ახასიათებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მან რა იყო, ნახეთ ახლა ჩემს ცოლს ხო თეკო თამაშობს ჩვენი. ძალიან მიყვარს თეკო მანამდე, სანამ სერიალში ჩემი ცოლი გახდებოდა მანამდეც მიყვარდა. გახმოვანებაში მანამდე რა ვიცი წლებია მუშაობდით და როგორც კი მითხრეს ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ მაგა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ როდესაც შედიხარ, მით უმეტეს იმ წინა სიტუაციაზე და მდგომარეობაზე უკვე ვილაპარაკეთ, როცა შედიხარ ამ ხელა კოლექტივში და უკვე წარმატებულ პროექტში, ხო?
შენი ამბიციაც გაქვს ხო რა თქმა უნდა ამბიციის გარეშე არაფერი არ არის შენი რაღაც დატოვო კომფორტი შენს გვერდზე მყოფის კომფორტი პარტნიორის კომფორტი არის შენთვის აი დიდი ჯოკერი რა ხელში და მე მეორე ყველაზე ისეთი რა ძალიან მიყვარს ახლა ჩემი ძმაკაცის დათო ხახიძის ბავშვი რა შემშვის მის თამაშობდა რამდენ ფილმშიც შვილი მყავდა სულ ყველა გოგოები იყო ჩემი ცხოვრებასაც სამი გოგო მყავს ერთმა ბედნიერები მიყოფოს სულ ყველგან მყავდა გოგოები ტიფლიშიც გოგო მყავდა ყველგან აბსოლუტურად ხო და აი აქ მყავდა ბიჭი და იმასაც ვეჭხუბებოდი ხო რა რაღაცა შინაგანი მდგომარეობა არა ხარ არ არის შენი რა შენი არ არის მაგრამ ძალიან კაი სცენები იყო არა იყო რაღაცეები და სასაცილოც იყო კაი ხალხი მუშაობდა აი შემოქმედებითი ხალხი მუშაობდა და რაც იყო კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი რომ შენი მორიდებულობით შენი მათ მიმართ პატივისცემით იგივეს გრძნობდი იმ ხალხისგან და მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ უთხრა რომ თუ გაგრძელდება ჩემიანად ხო გნახავთ და მადლობას გადაგიხდით განვლილისთვის და აწმყოსთვის და თუ არ გაგრძელდება თუ გაგრძელდება და უჩემოდ გაგრძელდება წარმატებები მინდა უსურვო. აჰა, მადლობა და ძალიან კაი სცენები იყო შენ ძმას რო თამაშობ, ხო? ტყუპები იყო. ეგ კიდე ძალიან საინტერესო მომენტი იყო, ორი სხვადასხვა როლის შექმნა ერთდროულად თითქოს. კაი რაღაცა იყო ეგეც, ოღონდ მაგას რაღაცა ვეღარ მოასწარით მე მაგის განვითარება. ხო, ბოლომდე ვერ გახსენით ეგ იყო ჩემთვის აი ყველაზე დიდი სხვათა შორის ქართულ ტელესივრცეში არავის არ გაუკეთებია იქ. ხო, მეც აი ეგრე მახსოვდა, ეგ უნდა მეკითხა. ეგ უნდა მეკითხა ეხა ზუსტად. არასდროს აი ხო, არ ყოფილა არასდროს. ეგ იყო მე, როდესაც მითხრე სცენარი რომ შენ ტყუპის სალი ყავს, იმიტომ რომ მე მეხუთე სეზონში ნათამაშები. კი, მახსოვს ეგეც. მაშინ ის იყო რა, ძმა მაგის ხო. ხო და ნათამაშები მაქვს ერთი ზუსტად წუთნახევრიანი სცენა. ვიღაცას რაღაცა საჭმელი ამოუტანით რაღაცას რომ ექიმს თამაშობდი და ხო ექიმი იყო მე ნახე ისტორიაში გავიკითხე ფილმოგრაფიაში ეგ არ არსებობდა ახლა საბჭოეთის დროს მაგას ვერავინ არ გააკეთებდა და პირველი შემთხვევა იყო სადაც ინკუსტრირებულად ორი კაცი თამაშობდა ერთი ადამიანი მე ხო შეგვიხმია ზედმეტი მოვიდა რა თაღლითურ სქემაში გადაიყვანა ჩვენი ზმა. ვატრაკებ ხა ვაკო რა. არაფერში არ გადამიყვანია თუ ჩემი ძმა ხარ. ეხა უხერხული სიტუაციებიდან ერთმანეთს გამოძრნა რო შეგვიძლია ამაში თუდი რა არის თო. დებილმა ჟურნალისტმა ოპერაციაზე რო გკითხა? აუ ეგ ძალიან მაგარი პუნქტია თო. ეხა წარმოიდგინე მე რო პაციენტი დამებრიდოს, ავდგები და ვიტყვი ვაკო იყო ოპერაციაში შესული მეთქი. შენ ხო არა გაგე. ჯრაგჭის ბიჭო ხუმრობ თო. რაგჭის თო. ძალიან დაწაბული ხარ ვაკო. ეგ კიდე ცალკე ტექნიკურად ალბათ ძალიან რთულია ხა ორი ტექნიკურად იყო იმიტომ რომ მე უშუალოდ რეჟისორი ლიფონავა იჯდა ჩემს გვერდზე და ზუსტად როგორც უნდა და ისე და ეგ იყო ყველაზე დიდი დამხმარე კონკრეტულ სიტუაციაში იმიტომ რომ თვითონ რეჟისორი გაწდის რეპლიკას და მე ოღონდ ჩაცმა გამხდა კლავს რა სხვანაირად ყვაცი ამას სხვანაირად ერთი სიტყვა თქვი ჩაიცვი მეორე სიტყვა თქვი ჩაიცვი მე თვები სხვანაირად აქ ის გადაიწი გადმოიწი და ანდა სათითაო ეს წინადადებებს სათითაოდ იღებ ანუ ეს კი არ არის ასრულები იმიტომ რომ მაშინ ტექნიკურად ეხლა ეგ ვინც იცის ხო ეგ არის როგორი ხათაბალა სცენა არის იცი რომ აი დაახლოებით 4 საათი ვიღებდით ალბათ რა. იმ ერთ პატარა სცენას მაგიდასთან როს ხედავთ სახლში. ის პატარა სცენა ახლა თქვენ ამოგლეჯილი გაქვთ ნანახით თორემ უფრო შედარებით უფრო დიდი დრო ჭირდებოდა. კი ბატონო. დრო ჭირდებოდა ტექნიკურად თორემ ჩემთვის იყო ძალიან ეგრო კიდე განვითარებული იყო. აჰა. იქნებოდა აი ჩემთვის ძალიან კაი სათამაშო. აი ზღვა რო წყურია და გამოცდილების კუთხითაც უფრო ისეთი იქნებოდა. რა თქმა უნდა. თან მე მინდოდა რომ განსხვავებული ყოფილიყო და მე წამოვიდა მაგაზე ლაპარაკი რომ ამას შენ ძმა თუ ყავდა ისეთმა ხალხმა მითხრა არ ვიცოდი ძმა თუ ყავდა და არ ვიცოდიო და მეთქი შენ მაგას თუ ვერ ხვდები რა ხო ახ შენ მე გოტელო არ ნახო და მოკლა შეიძლება ასე რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა კაი იყო სხვათა შორის ამომწურავი არა ყოფილა არც ერთი სერიალი მაქედან გამომდინარე რომ აი მაქსიმუმი გაგვეკეთებინა მაგრამ იყო ძალიან კარგი პერიოდი მსახიობი მაშინ ცოცხლობს როდესაც აქვს სერიოზულ პროექტზე მუშაობის საშუალება. მანამდე მსახიობს რო კითხავს სად მუშაობ, მორჩენილია ის საკითხი, მკვდარია. თუ არ ხედავს. რო იკითხავენ ახლა მსახიობს,
ეს არ მუშაობს. ადმუშაობს და ელშემდუღებელია. უკვე მკვდარია რა. თუ ვერ ხედავ მსახიობს, უკვე ცოცხლობ, ცოცხალი ხარ, სხვანაირი რიტმი გაქვს, სხვანაირად სუნთქავ რა. მართალია. ზვიად, ლექსის garaშე ვერ გაგიშვი. შეუძლებელია ხო რომ არ გადავიდეთ ლექსის. სხვათა შორის მე არ მიყვარს ხოლმე არაფერი დამალული და ყავას ხომ მომიდუღი. აბა რას ვი? აუცილებლად. ერთ ფინჯან ყავაში, მოდი ხშენ არ გეწყინება ეხლა. აბა. როგორი რაღაცა მინდა რომ ლექსი ორივე რომ მასწავლიდი, მეთქი მასწავლე თქო როგორ წავიკითხოთ თქო. ვიდეოც არის მაგის. აი რაზეც დავიწყეთ ახლა ლაპარაკი რომ ლექსი უნდა წაიკითხო ძალიან გულწრფელად. წყლის პირს მოადგა ამაზე ხალი. ვაჟმა იფიქრა კარგი რამ არ. ქალმა ჯერ ფეხით მოსინჯა წყალი, მერე შეიხსნა წელზე კამარი ქალს თმები მხრებზე გადმოეღვარა, ვაჟი უცქერდა პირდაპირ და იყო ქალი როგორც ქვეყანა კოლუმბის მიერ აღმოჩენილი. ეს მიუძღვა ჩვენ ციგნს. ასე რომ არიან ძალიან კარგი მკითხველები და არიან ძალიან კარგი პოეტები, თანამედროვე პოეტები. არიან კარგი გამხმოვანებლები, მსახიობები არიან ძალიან მაგრები, მომავალი თაობა. მოდის ისეთი რომ ღმერთმა ქნას რომ მათ არასდროს არ ჩამოუვარდეს ან ამ საქმეს გავაკეთებ, აქედან გამომდინარე მინდა ყველას წარმატება უსურვო. და მე დავამატებდი ახლა შეიძლება ჩამოთვალე, მაგრამ იშვიათია რომ აი ამ ყველაფრის სინთეზი ერთ ადამიანში იპოვო და შენ ხარ ეგ ერთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის სინთეზი ხარ და მინდა რომ მე ახლა ერთ საქმე მომეც და გავაკეთებ იმას, რომ გიწევს უკვე ხო ძალაუნებურად სწავლობ. შეგონე მინდა? კარგია, გიხდება ზვიად, გიხდება. როგორი მომენტია იცი რომ რაც შეიძლება, აი ერთ საქმეზე აპრობირებულიც არ ვარგა, ალბათ უფრო შტერდები ადამიანები და რაღაც ერთი და იგივე ჩარჩოში მასშები რა, იხარშები, მაგრამ ნახე როგორ რაღაც არის რომ ეს მრავალფეროვნებაც ხმების ნახე როგორი არის. სარეკლამო ხმა სხვა არის, გასახმოვანებელი ხმა სხვა არის, სათამაშოდ გასახმოვანებელი ხმა სხვა არის, დუბლიაჟის ხმა სხვა არის და ლექსის ხმა სხვა არის. აბა და ლიტერატურას რო კითხულობ, პროზის ხმა სხვა არის. აბსოლუტურად სხვა და სხვა. შენ გამოგდის ეგ ყველა როგორი რაღაცა არის, იცი, სპეციფიკური არის კონკრეტულად რაღაცა თემები. აი რაღაცა რო ყური მიჩვეული რო არის, იმას აღარ უნდა იმას აქნა, შეეხო ცუდად, უხეშად. იმიტომ რომ რაც იყო და რაც შენ გახსენებ საკუთარ თავს, ის არ უნდა გადააგდო. პირიქით განავითარე, ნუ მოკლავ. იმიტომ რომ ის საჭიროა, იმიტომ რომ ვიღაცას ისე ახსოვს ის ყველაფერი და იმისთვის არის მშობლიური. ნამდვილად გეთანხმები. ზვიად, რა ვიცი, აი ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მე აი დადუმებული გისმენდი, კიდე ძალიან დიდხანს მოგისმენ, ეხა ყავაზე. მე შემიძლია რომ ეგ ჩამეწერა სტუდიაში და გამომეგზავნა. გამომეგზავნა. სურათს დადებდი. უნდა გითხრა, გამოიწერეთ voice-over-ების არხი, უნდა გითხრა შენი ხმით, არა. თაებრივი ხმით. კი ბატონო, როგორ გვინდა რა მუსიკას გამოიწერე voice-over-ების არხი. ასე გვინდა? ისეთი რომ აი აქტიური ეხა ცოტა ისე. გამოიწერე voice-over-ების არხი. მალე რას მომშტერები ხარ? სააკაია. ზვიად, მიყვარხარ. არ ვიცი, მადლობა. მე ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, მადლობა ჩემი დაინტერესებისთვის, მინდა ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული და სიყვარული გისურვოთ თქვენს და თქვენი თამადობით. თქვენს მაყურებელს და სრულიად საქართველოს. პატივისცემით მე. ასევე. და კიდე დიდი ალბათობით მოგიწევს ჩვენთან სტუმრობა და ძალიან ბევრ კარგ თემებზე კიდევ საუბარი. მაგის უფრო უნდა გავშალოთ. გადავინებ რა. მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს მაყურებელს, რომ გვისმინა, გვიყურა. მინდა შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს, რომ ჩვენი მეგობარი არის Facebook გვერდი Movieverse, რომელზეც იდება ფილმებზე და სერიალებზე სხვადასხვა სიახლეები და ასევე voice-over-ების შესახებაც მაგ გვერდზე გაიგებთ ძალიან ბევრ სიახლეს, ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ. ახლა კი დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს შემდეგ პოდკასტთან. კარგად.